გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო. მე შევედი წეღან აბაზანაში და რო გამოვედი ბავშვებს უთხარი მეთქი ეხლა მალე გამოვლთქო და თქვენ წყნარად იხავით. ამასობაში არ მისმოდა რაფერი, მე მგონი წყნარად იჯნენ და გამიკვირდა კიდეც მეთქი რატო არიან ესე ჩუმად და რო გამოვედი აი რა დავინახე. ჯერ გაჩვენოთ თუ რომელი საათია. აი პირველ საკლია 21 წუთი და თქვენ ხო ვერ წარმოიდგენთ რა გააკეთეს, მოკლედ ესეთი რამ ბავშვებს თუ შეუძლიათ მარტო. ნათვის ხის ქვეშ, რომელიც არის აგერძალაში, დადეს ესეთი პოდნოსი, თოვლის ბაბუას დაუწერეს წერილები, ეს კამილას წერილია, ეს მილენას წერილი კონვერტში დევს, დადეს მანდარინი, ჩამოასხეს რძე, თან გაათბეს, თქვენ წარმოიდგინეთ, გაათბეს რძე და დადეს 2 ცალი ვაფლი. იმედი აქვთ, რომ ვაფლებს შეჭამსო, რძეს დალევსო, წერილებს წაიღებსო და ესე იგი მოისმენსო ჩვენს თხოვნასო, რაც წერილებში დავწერეთო და აგვისრულებს რაღაცა უცნებებსო. ესე იგი, აი არ ვიცი. როგორი კარგი რაღაცაა მაინც ბავშვობა, ხო? რომ გჯერა ნამდვილად საოცრებების, რომ გჯერა სასწაულებების და მართლაც რომ აი გურწველად ველოდებით ახალ წელს. მშობლები ნამდვილად აი ბავშვების სიხარულით ჩვენც უნდა გავიხაროთ. შეხედეთ, ნათვის ხე, თოვლის ბაბუები და ბავშვების წერილები. როგორ მიყვარდა ახალი წელი, თქვენ როგორ ელოდებოდით ახალ წელს? ძალიან რაღაცნაირად ეხლა გულზე ვარ ისე თბილად დამამახსოვრდება ეხლა ეს ახალი წელი, რომ აი არ შეიძლება გამახსენდება როდესღაც რომ აი ესე ელოდებოდნენ ბავშვები ახალ წელს. ძალიან კარგია მე მგონი.